შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. მე მგონი ისეთი სტუმრები გვყავს, რომ თემების წარდგენაც აღარ გვჭირდება, დარწმუნებული ვარ, ყველა მიეჯაჭვება დღეს ეკრანს. დიახ, ზუსტად ეგრე. დღეს არის სამშაბათი, არის ტრენდჯის დღე შუადღესთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემას დავუთმოთ ჩვენი პირველი ბლოკი. ეს არის თუ როგორ უნდა გადავყაროთ ბავშვი მარტივად ნორმალურ კვებაზე, ანუ რა ტიპის საკვები უნდა მიიღოს ბავშვმა, როდესაც ის ანებებს ბუნებრივ კვებაზე აღარ არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვები არ უნდა მიიღოს ბავშვმა. განსაკუთრებით ეს თემა დააინტერესებს დედებს, ვისაც ყავთ 3 წლამდე ბავშვები, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, მომავალ დედებს განსაკუთრებით დაინტერესებს ჩემი უფლებებით. არ ვინერვიულო. თუმცა ყველასთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბება და განსაკუთრებით კვების ჩამოყალიბება ზუსტად ამასაკიდან იწყება. კი, წარვადგინოთ მაშინ ჩვენი სტუმრები. ჩვენთან ერთად არის პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც მოგცემს ყველანაირ რჩევას, რომელიც დაგვჭირდება და ასევე ჩვენთან არიან არაჩვეულებრივი გოგონები. მე დამხმარე საშუალება არ მჭირდება არანაირი ისინი წარვადგინო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენც და ჩვენი მაყურებელიც. ნანუკა გიორგაძე, თაკო ხელაია და თიკო არჯევანიძე, რომელთან ერთადაც მე ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში მუშაობდი და აღმოჩნდა, რომ ეს სეზონი არა მარტო სატელევიზიო იყო მათთვის, იმიტომ რომ ეს ერთდროულად ერთმანეთს ლამაზი შვილებით მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად სტუდიაში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გოგონები ჩვენთან ერთად არიან. ნამდვილად. შეკითხვები, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება ხოლმე ხა აქ, მაგალითად ჩვენთან მაგიდაზე წარმოდგენილია საკვები და მე ვერც ვიფიქრებდი, რომ ვინმე შეიძლება აზრად გაუჩნდეს, რომ რომელიღაც ასაკში პატარა ბავშვს მიაწოდოს მაგალითად ჩიფსი ან შაურმასაც კი ხეთავს აქ ჩვენი მაყურებელი. რამდენად ხშირად არის ხოლმე ესეთი შედეგები, როცა კონკრეტული საკვების მიღების შემდეგ გაკითხავენ რაღაც გვერდითი მოვლენებით. გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. და ყველა ეს ექიმი თანხმდებით, რომ ყველაზე უნიკალური საკვები ადრეული ასაკის ბავშვისთვის ეს არის დედის რძე. ამიტომ დედის რძე შეიცავს იმ მიკრონუტრიენტებს, იმ სიცოცხლისათვის საჭირო და ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია კონკრეტულად ამ ასაკის ბავშვისთვის. და ჩვენ ექიმების ძირითადი დანიშნულებაა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ბავშვის ექსკლუზიურად ზუდუთ კვებას. ყოფნა, ანუ 6 თვემდე მიიღოს მხოლოდ დედის რძე და არა სხვა დამატებითი საკვები, ეს იქნება ხელოვნური საკვები, იქნება ფაფა, ბოსტნეული სპიურე თუ ასე შემდეგ. თუმცა არის შემთხვევები, როცა თავიდანვე დედას არ აგრძე და გადადის ხელოვნურ კვებაზე. საკმაოდ ხშირად როცა სწორად ამ ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგად მოგმართავენ ზოგიერთ შემთხვევაში ძროხის რძის ალერგიაზე, ხო? როგორც მოგეხსენებათ, ამ დიდი რუიანიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის ზუსტად ეს ძროხის რძის ცილისზე განვითარებული ალერგია, ცილაზე ან კანზეინზე განვითარებული ალერგია. დიდი რუიანი ახსენეთ, იქნება ესეც განუმარტოთ, რას ნიშნავს? ბავშვებთან მაინც ჩვენ პირველი ძირითადად დიდი 4-ხეულიდან ვიწყებთ, ეს არის ძროხის რძე, ცილის და კანზეინის აუტანლობა, შემდეგ მოდის კვერცხი, შემდეგ არის არახისი და შემდეგ არის თევზი. აი სწორედ ამ 4 პროდუქტზე საკმაოდ ხშირია მიმართვიანება, ჯერ პირველ რიგში პედიატრთან და შემდეგ პედიატრები მაქსიმალურად ვცდილობთ ისინი მისამართოთ სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ კლინიკებში, რამათა სწორად მოხდეს თუ რომელ საკვებ ნივთიერებაზე გვაქვს ჩვენ ალერგია. ეს იქნება დაუშვათ ძროხის ცილა, ძროხის კაზეინზე იქნება ალერგია და სწორედ ამის შემდეგ გადაგვყავს ისინი სპეციალიზებულ კვებაზე. ბატონო თემურ, ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ, როდესაც ბავშვს ერთი ტიპის ალერგია აღმოაჩნდება და თქვათ ჩემი შვილის შემთხვევაში მას აქვს სწორედ პირველი ტიპის ალერგია, რაც თქვენ ახსენეთ, რძის პროდუქტებზე, რაც არის ყველაზე ხშირი. ამ შემთხვევაში მე თავი უნდა შევიკავო სხვა საკვებისგან, მე ვგულისხმობ თევზი, არახისი და ასე შემდეგ. არა, თქვენ ამ შემთხვევაში ალერგოლოგიურ კლინიკაში იყავით და საკმაოდ წარმატებულად დიაგნოსტიკად თუ რომელი სხვა ტიპზეც იქნებოდა გაკეთებული. თუ არ გაქვთ თევზზე, თუ არ გაქვთ არახიზე და კვერცხზე, თავისუფლად შეგიძლიათ მიცეთ ეს პროდუქტები ბავშვებს. ხო, თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ ძროხის რძის ალერგია, შესაბამისად მე როგორც მითხარით, როგორც კაზეინზე, ისე ორივე იყო მაღალი მაჩვენებელი. ცილაზე და როგორც შრატის ცილაზე და როგორც ეს ალერგია დაახლოებით 2-3 წლის შემდეგ საკმაოდ ხშირად იკარგება. თუმცა შეიძლება დარჩეს, გახანგრძლივდეს უფრო დაბალ პროცენტში და სპეციალიზებულ კლინიკაში ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უკვე შემდეგ რაღაც სპეციალური პროვოკაციული ტესტებით შეიძლება თქვენ უკვე ნორმალურად წარმართოთ თქვენი ბავშვი. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ალერგიაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვს საერთოდ არ ქონდეს ალერგია ზემოთაღნიშნულ პროდუქტს
ციაზე, მაგრამ მისი მიღება არ იყოს რეკომენდირებული იმისთვის, რომ მან არ გამოიწვიოს თქვათ რაღაცა სხვა პრობლემები, რაც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც არის თქვათ მე მის ზრდასთან განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ისეთ დაძაბულ პერიოდში, როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ თავიდან ბოლომდე ბავშვის კვების რეჟიმის კონტროლს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ იმ რჩევის მიცემა, რაც კატეგორიულად არ შეიძლება სამწლამდე ბავშვისთვის, დაგვეხმარება, რომ თქვათ შემდეგში არსებული პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ესეთივე ერთ-ერთი წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული ჩიპსი, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია. წესით ამას ალბათ არც ფიქრობს არავინ, რომ შეიძლება რომ ბავშვს მისცეს და ეს იყოს. თუმცა მე მინახავს მაგალითად დაბადების დღის ცენტრებში, სადაც აბსოლუტურად შეუსაბამო მენიუ არის ბავშვთან მიმართებაში. აი შოკოლადთან დაკავშირებით მაინტერესებს. მე გამიმართლა და ჩემ შვილს არ უყვარს შოკოლადი, თუმცა მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ. აი რამდენად შეიძლება რომ თქვა სამწლამდე ბავშვმა მიიღოს შოკოლადი, იმიტომ რომ ბევრი ბრენდი აპოზიციონირებს საჭმელს როგორც თქვა საბავშვო შოკოლადი ან საბავშვო რაღაც ლუგბარი, რომელიც თქვა კალცსაც კი შეიცავს. თქვენ რა აზრის ხართ ამ მიმართულებით? როგორც მოგეხსენებათ 21 საუკუნე არის ისეთ ცივილიზაციური დაავადებების გამომწვევები, როგორც არის დაუშვათ შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური დაავადება, სიმსუქნა და გულსიძახვითა სისტემის დაავადებები. და სწორედ არასრულფასოვანი კვებით ან არასწორი კვებით შეიძლება ეს დაავადებები რაღაც გარკვეულ თუ სწორად არ კვებთ სამწლამდე ასაკის ბავშვი, ჩვენ შეგვიძლია თუ დაახლოებით 20-25 წლის შემდეგ სწორედ ეს დაავადებები გაგვივითარდეს. ამიტომ ბავშვი ხა თქვენ ჩიპსი ახსენეთ, მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვები ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომ არ განვითარდეს შაქრიანი აი დიაბეტი. როგორც არის მაგალითად შოკოლადი. როგორც არის შოკოლადი და როგორც არის შაქარი. შაქარი აიღელენ. ეს თქვათ ესეც არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ხშირად ბავშვებს თავაზობთ ხოლმე კარამელს, მე საკმაოდ ხშირად ვაძლევ ბავშვებს კარამელს. შეიძლება შოკოლადის გამოყენება, თუმცა ყოველდღე არ არის აუცილებელი შოკოლადის მიღება. შეიძლება კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, აი მით უმეტეს შავი შოკოლადი არის უფრო სასარგებლო. გვიდრე განსხვავებით სხვა შოკოლადებისაგან. არის ბავშვები, რომელსაც აქვს რძის ალერგია, არის ბავშვები, რომელსაც აქვს არახისზე ალერგია. ყველა შოკოლადს აუცილებლად აწერია, რომ შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს არახის, ხო? ასეთ შემთხვევაში უნდა მოვარიდოთ. რაც შეეხება იგივე სწრაფ კვებას, ეს არის ნაჯერი ცხიმებით გამდიდრებული საკვები და სწორედ აი სწრაფი კვება არის მიზეზი მეტაბოლური სინდრომის, ანუ გაცხიმოვნების და შემდეგ უკვე შაქრიანი დიაბეტის ან გულსიძახვითა სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. რაც შეეხება თხილს, თუ არ აქვს თხილზე ალერგია, თავისუფლად შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ბავშვს. თხილი თუ როგორც წესი თხილი შეიძლება ისევე როგორც თქვათ ნიგოზი კი ბატონო ანუ არახისი მაინც სხვა არის ალბათ არახისეც ცალკე არახის მაღალი ალბათობა აქვს ალერგია ალერგიის გამომწვევს თუ არ არის არახისზე ალერგია შეიძლება ბავშვს მიიღოს მაგრამ მაქსიმალურად ჩვენ მაინც ვერიდებით არახის მიღებას თხილი საკმაოდ მაღალი ხარისხის გვაქვს საქართველოში მაღალი ხარისხის ნიგოზი გვაქვს და თავისუფლად შეიძლება შევთავაზოთ ოღონდ ნებისმიერი საკვები პროდუქტი უნდა მიიღოს მცირე ულუფებით ხო არ არის აუცილებელი რომ ბავშვმა დაუშვათ 200-300 გრამი თხილი ან 200-300 გრამი ნიგოზი მიიღოს მე ესეთი კითხვა მაქვს შეგაწყვეტინებ რამდენად სწორია ეს ქმედება როდესაც მშობლები ხელმეორედ ამეორებენ ასე ვთქვათ აგემოვნებინებენ ისევ იმ პროდუქტებს რაზეც ალერგია ჰქონდათ აი თუნდაც ჩემ შულს აქვს არახისზე ალერგია მინიმალური დოზით გულისხმობს რომ შეამოწმო აქვს თუ არა კიდევ ალერგია შევამოწმო ესე იგი კონკრეტულად და შეეჩვიოს ორგანიზმმა მიიღოს ეს პროდუქტი და სწორად ვიქცევი ამ შემთხვევაში თუ პირიქით ჯობს რომ თავი დავანებო რა თქმა უნდა ჯობია თავი შეიკავოთ ალერგოლოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ თქვენ პრაქტიკულად აკეთებთ პროვოკაციულ სინჯს და ეს პროვოკაციული სინჯი საქართველოში არც კეთდება იმიტომ რომ ეს უნდა გაკეთდეს მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკებში ამიტომ ჯობია ჯერ ალერგოლოგთან ალერგოლოგმა გადაგიმოწმოთ თუ დაკარგა ამ კონკრეტულ საკვებ ნივთიერებაზე მან ალერგია უკვე თავისუფლად შეგიძლიათ მიცეთ ეს საკვები ბავშვს ერთი კითხვა მაქვს და გადავიდეთ მშობლებთან ბავშვებთან დაკავშირებით ხო ამასობაში კონი დედების გზას გაყვნენ აბა გისმენ თეონა ან თევზი რომელიც ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ითვლება რომ თქვათ მის გარეშე ბავშვის ზრდა წარმოუდგენელია აი ეს ჩვენ არ ვიცი რა ჯიშია მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურება თქვენ რა რჩევას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ აი თევზის გარეშე ალბათ ბავშვის რაციონი რაღაც ასაკის მერე წარმოუდგენელია კი ბატონო ჩვენ თევზს ვაძლევთ ეს თევზზე ყველაზე უფრო დაბალი პროცენტული რაოდენობით ხდება ალერგია იმიტომ რომ იგი შეიცავს თევზის კონი ანუ ეგრეთ წოდებული ომეგა-3 რომელიც ყვადაღებული თემა უკვე საქართველოში და ზოგადად თუმცა აი სწორედ ერთი თევზით ან
თევზით კვირის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივად ის ომეგა-3-ის რაოდენობა შევავსოთ და არ დაგვჭირდეს სხვა ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოტანილი ომეგა-3-ის მიღება. ერთი თევზი უდრის დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიღებულ ომეგა-3-ს. იმ შემთხვევაში, როცა არის კონკრეტულ საკვებ ნივთიერებაზე ალერგია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ხელოვნურად ვამატებთ ამ ომეგა-3-ის შემცველ მიკროელემენტებს თავის მინერალებთან ერთად. აბა დედებო. როგორ იკვებებიან თქვენი შვილები? ხო, და ბუნებრივია შემდეგ თქვენც გექნებათ შეკითხვა ჩვენ სტუმართან, იმიტომ რომ როდესაც პედიატრი სტუმრობს, რეკლამის დროსაც ვიყენებ ხოლმე, გადაცემის საერთო დროსაც ვიყენებ ხოლმე, რომ შეიძლება ბევრი შეკითხვა დავსვამ, იმიტომ რომ მე ბუნებრივია. მაინტერესებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ არის მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე და აი რამდენად არის 4 თვის ეხლა გახდა და აი რამდენად უკვე უნდა დავიწყო ეს დამატებითი საკვები, რა უნდა დავიწყო და რითი უნდა დაიწყო? რითი უნდა დავიწყო, ეგეც მაინტერესებს. მაგრამ არის ხოლმე ძალიან ბევრი ვარიანტი, რომ უნდა დაიწყო ფაფებითაც, პიურეითაც და მე ცოტა ფრთხილად ვუდგები აი ამ საკითხს და კი ბატონო, ერთი შეხედვით თქვენი ბავშვის ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად შეესაბამება 4 თვის ასაკის ბავშვის ზრდა განვითარებას. ამიტომ მე ჩემი რეკომენდაცია იქნება მაქსიმალურად 6 თვემდე თქვენ შეთავაზოთ მხოლოდ მას დედის რძე. ანუ ბავშვი იყოს ექსკლუზიურად ზუდუთ კვებაზე. 6 თვის შემდეგ თუ თავის ფიზიკური განვითარებული მონაცემები, თუ დავუშვათ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ლაბორატორიულ კვლევებს, თუ არ გვაქვს ანემია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ უკვე სხვა დამატებითი საკვები. როგორც არახელოვნური საკვები, დამატებითი საკვებად ითვლება ფაფა, ბოსნეულის პიურე ან ბოსნეულის პიურე ხორცით. ესეთი ინდივიდუალური მიდგომა თუ ფაფით დავიწყოთ თუ ბოსნეულის პიურეთ, ესეთი რეკომენდაცია არ არსებობს. ჩვენ მაქსიმუმ პედიატრები ხშირად ურჩევთ, რომ დავიწყოთ ბოსნეულის პიურით. კი აი ბოსნეულის ის უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მირჩიეს რომ დაიწყე ბოსნეულით, რომ ის გასინჯოს პირველად, რომ მე ფაფა არ მოეწონოს და ბოსნეული არ ჭამოს. კი ბატონო, იმიტომ რომ ფაფა შეიძლება უფრო ტკბილი დაგემოვნებული იყოს და ამიტომ შეიძლება არ დააგემოვნოს კარგად. თუმცა ჩვენ როცა მაქსიმუმ მე პირადად ურჩევ თავიდან დავიწყოთ ქარხნული წესით დამზადებული ფაფების მიღება. რამე თუ ის არის მაქსიმალურად პესტიციდებით, გერბიციდებით დაცული საკვები, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად ჩვენ გონია, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სეზონურად გვაქვს ყველა სახის ხილი, ყველა სახის ბოსნეული და საკმაოდ მაღალი ხარისხის, მაგრამ თუ ის არის ისეთ პირობებში მოყვანილი, რომ ის შეიცავს პესტიციდებს, გერბიციდებს, ეს საკვები არის მაქსიმუმ დაბინძურებული. კი, ესეც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს და ვცდილობთ ხოლმე, რომ შევიძინოთ იქ, სადაც ზუსტად ვიცით, რომ არის ბიოლოგიურად სუფთა ეს პროდუქტი, იგივე ბოსტნეული. საკმაოდ ძნელი ასარჩევია და ამიტომ მე ვცდილობ, რომ თავიდან ბავშვს მივცე სწორედ ეს ქარხნულად დამზადებული საკვები, ხო? რადგან იმით აუცილებელია, რომ მაქსიმალურად თერმულად სწორად დაამუშავოთ ნებისმიერი საკვები, იმიტომ რომ ის ბუნებრივი თვისებები, რაც მასში არის, ის მიკროელემენტები, ის ვიტამინები, ის მაკრონუტრიენტები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები მაქსიმალურად ბალანსირებულად შენარჩუნდეს მასში. მაშინ აქ მაინტერესებს ეხლავე უბრალოდ აი თემას რო არ გადავუწევთ გავარკვიოთ ქარხნულად დამზადებული ახსენეთ და იყიდება ძალიან ბევრი სხვადასხვა საბავშვო ფირმის მაგალითად ბოსნეულის პიურე ეს რამდენად მისაღებია რომ მივცეთ უკვე გასახი ამ ბოსნეულის პიურეს აწერია რომ არ შეიცავს ბუნებრივ საღებავებს და კონსერვანტებს ანუ ის სხვა მაღალ ტექნოლოგიურად დამზადებულია საბედნიეროდ საქართველოში შემოტანილია ევროპის ქვეყნების მაღალ ტექნოლოგიური საკვები ანუ ეს არ არის მავნე საკვები და თავისუფლად შეგიძლიათ მივცეთ და საკმაოდ ხშირად როცა კურორტზე მიდის ბავშვი ეს იქნება თის თუ ზღვის კურორტი ჯობია იქ ნაწლავური ინფექციისგან თავის დასაცავად მივჩეთ სწორად აფთიაქში შეძენილი საკვები პროდუქტები მე პირადად მაგას ვურჩევ კიდევ ერთი კითხვა ანუ რა კონკრეტულად რომელი ბოსტნეულით უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი ვარიაციები როდესაც ვიწყებდა კვებას იყო ეს ბროკოლი გოგრა ყაბახი ან სხვადასხვა ვარიანტი იყო და მაინტერესებს თქვენი რეკომენდაცია როგორია? შეგიძლიათ კარტოფილით დავიწყოთ, შეგიძლიათ ბროკოლით დავიწყოთ, შეგიძლიათ დავიწყოთ ყაბახით ერთად. ჯერ შეგიძლიათ დავუშვათ კარტოფილი დაამატოთ მარტო, მერე სამივე ერთად. თუმცა ესეთი რეკომენდაცია რომ თითო-თითოთი დავიწყოთ ეს განსხვავებით ფაფებისგან. ფაფის შემთხვევაში ჩვენ ვიწყოთ ერთკომპონენტიანი ფაფით, მონოკომპონენტური ფაფით და შემდეგ უკვე 2-3 კვირის ინტერვალით გადავდივართ 3-4 კომპონენტიან ფაფაზე. რაც შეეხება ბოსნეულის პიურეს, თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ ყაბახით, თავისუფლად შეგიძლიათ ბროკოლის და ყაბახის ნარევით
ნარევით, ან ბროკოლი, ყაბაყი, კარტოფილის ნარევით. და შემდეგ უკვე იმატებთ იგივე ყვავილოვან კომბოსტოს, იგივე ჭარხალს, იგივე სტაფილოს, თუ არ არის კაროტინზე და ალერგია. ბოზრდით ნელ-ნელა დოზას ვუძდით. ნებისმიერი საკვები იყვება დაახლოებით 30-25 მილილიტრის მოცულობით, მცირე ულუფებით და შემდეგ ნელ-ნელა უკვე იმატებს. ამ ასაკებს სასურველია რომ ბოსტნეულ სპიურებს შევთავაზოთ კოვზით, ანუ ბავშვს უკვე ამ ასაკში უყალიბდება ღეჭვის ფუნქციები, კოვზის გადმოზიდების რეაქცია ქვია ამას და ამიტომ უფრო მარტივად თავაზობთ კოვზით. ნანუკა. ეხა გითხარი შენთან რა ხდება? ეს სერიოზულად იქცევა, ნახოთ მოიწონეთ გოგონები, იმიტომ რომ გაგვედება. ჩვენ როგორ მოგვეწონა? ვიყავი შენ თქვენი კვება როგორია? ჩვენ თავიდან რა თქმა უნდა ვიყავით ძუძუთ კვებაზე 3 თვემდე, თუმცა დაიბადა 7-ია. ნადრევად დაიბადა და რა თქმა უნდა თავიდან არ ქონდა რეფლექსი განვითარებული და ვერ წოვდა ძუძუს, მაგრამ დიდი ძალის ხმევით დაიწყო ძუძუს ჭამა და ასე ვთქვათ მივედით 3 თვემდე. ეხლა უკვე ჩვენ ვჭამთ ფაფას ადაპტირებულ რძესთან ერთად. და ძალიან მოწონს ეს საკვები და ვფიქრობ, რომ კიდე ანუ ეხლა უკვე 180 გრამს ჭამს დაახლოებით. ძალიან ღორმუცელი. და ნელ-ნელა 3 თვის არის. 3 თვის. იცით რა მაინტერესებს? აი აქვს საუბრობდით თხილზე და ნიკოზზე. ჩვენ კურაგას ვაზავთ ფაფის სახით და არ მიცა ალერგია და ასე ვაგრძელებთ კურაგ. რამე სხვა არ იქნება ვთქვათ. ცოტა ადრეა 3 თვის ასაკიდან, მაგრამ თქვენ როგორც მითხარით, ვათხელებთო დამატებითი ნარევი, დიახ, დამატებით ძლესთან. ანუ ხარსაკვებს არ აძლევთ. პრაქტიკულად კი ბატონო, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს დაშვებული, თუ როგორც წესი რეკომენდაცია არის 4 თვიდან. ფაფა და ნებისმიერ ფაფას თქვენ სადაც შეიძლება დაწერია რომ 4 თვის ასაკის შემდგომ. იმიტომ რომ იქ არ მოხდეს გადაცდენა, იმიტომ რომ იქ არ მოხდეს თავის სხვა გასტროინტესტინალური პრობლემები, ანუ არ წამოვიდეს ღებინება, არ დაერთოს დიარეა, მაგრამ თუ თქვენ ბავშვმა აიტანა და თუ თქვენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ეს საკვები მიიღეთ, უპრობლემოდ შეგიძლიათ გააგრძელოთ. დიახ, საკმაოდ კარგად ჭამს და დამატებასაც ითხოვს. ის სხვათა შორის, როდესაც იმ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, რომელიც უნდა მოვარიდოთ გარკვეულ ასაკამდე ბავშვს, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ხილზეც, ხო? იმიტომ რომ ხილის ძალიან ბევრი ჯიში არის ალერგიული და ასე შემდეგ. მაგალითად ციტრუსი, ზამთარი მოდის ციტრუსის ეს რომელიც შეგვიძლია მივცეთ და რომელზე შევიკავოთ თავი და რა ასაკიდან. კი ბატონო. ნებისმიერი ასაკიდან იგივე როცა ჩვენ ვამატებთ ხილის წვენებს, ხო? იგივე ციტრუსის წვენები შეიძლება 6 თვის ასაკიდან უკვე გამოვიყენოთ. ეს ეხება ფორთოხლის წვენს, ეს ეს არის დაწურული, იმიტომ რომ შეჩევლებს ეშლებათ გონიათ რომ თქვათ იგივე კონსერვირებული წვენი იგივე არის რაც დაწურული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ანუ ცოცხლად მომზადებული, ბინის პირობებში მომზადებული, თუ არ არის კონკრეტულ საკმაოდ ხშირად ციტრუსებს გვაქვს ალერგიაც, ხო? თუ არ გვაქვს და დაბალი პროცენტით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ არის კლინიკურად გამოხატული ალერგია, არ არსებობს რომ ეგრევე დაუშვათ ანაფილაქსიით გამოიხატოს ბოსტნეულ ხილზე ალერგია. შეიძლება იყოს რაღაც გამონაყარი, შეიძლება იყოს ურტიკარია. ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბოსტნეულიც და ხილიც დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით სეზონური ხილი, დიდი რაოდენობით შეიცავს იმ მიკროელემენტებს და იმ ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია სწორედ იმ სეზონისზე მყოფ ვირუსებისგან გასამკავალებლად. ანუ ეს ვირუსები ნორმალურად გადაიტანონ ბავშვებმა. ანუ შესაბამისად უნდა შევთავაზოთ სწორედ ეს ციტრუსი იქნება, ეს ხილი იქნება, მათ შორის ეგზოტიკური ხილებიც, რაც არის საქართველოში იგივე ბანანის სახით, ანანასით, კი ბატონო. შეგიძლიათ უპრობლემოდ შეთავაზოთ, თუ არ არის კონკრეტულ საკვების ნივთიერებაზე ალერგია. მოკეთ რა შევაჯამოთ, რა არ უნდა მიიღოს ბავშვმა კატეგორიულად სამწონდა დავანებოთ თავი თქვა ალერგიას, უბრალოდ თქვენ რას ამბობთ, რომ არ შეიძლება ესე დავარქვათ მაინც. მე მგონია ეს უნდა გადავხაზოთ ვისაუბრებთ რა უნდა მიიღოს რომ იმუნიტეტი ქონდეს კარგი ვირუსების საწინააღმდეგო. კი ბატონო. არ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით გაზირებული მინერალური სასმელი, არ უნდა მიიღოს ნაჯერი ცხიმებით გამდიდრებული საკვები, ანუ ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების პროდუქტები, არ უნდა მიიღოს არახისი დიდი რაოდენობით, არ უნდა მიიღოს იგივე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები პროდუქტები, როგორც არის დიდი რაოდენობით შოკოლადი, ან შაქარი, არ უნდა მიიღოს ნატრიუმით გამდიდრებული საკვები, მაგალითად მარილით გამდიდრებული საკვები. აი, საკმაოდ ხშირად მოგმართავენ, როცა ხიზილალა მივცეთ თუ არა ბავშვს. მე რჩევას ვაძლევთ, რომ ხიზილალა მიიღონ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს. თუმცა ხიზილალა თვითონ საკმაოდ მაღალხარისხიანი პროდუქტია და აუცილებელია. ამიტომ აი, ძირითადად ეს საკვები პროდუქტები მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ 3 წლამდე
ბოლომდე ასაკის ბავშვს. იმიტომ რომ მივიღოთ მაქსიმალურად ჯანმრთელი მომავალი. ძალიან კი ბატონო, სასარგებლო რჩევები გრძელდება, რეკლამის დრო ახლა სულ ცოტა ხნით შევისვენოთ და როგორც თევანამ აღნიშნა, რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ უკვე იმ საკვებზე, რომელიც ჩვენს იმუნიტეტს და რაც თავია ჩვენი შვილების იმუნიტეტს აძლიერებს, ასე რომ დაგველოდეთ ამდენი წუთში დარჩით მოჯაჭვულები ტელევიზორებთან დროებით.